სოფელ ბალდის მოსახლეობა თითქმის 780 დღეა აპროტესტებს კანიონის კერძო კომპანიისთვის იჯარით გადაცემას. უკვე მე-11 დღეა ბალდელი ქალები კარავში ღამეს ათენებენ მოთხოვნით დატოვოს კომპანიამ ტერიტორია. ეს არის ჩვენი ახალგაზრდების ბადონოზაზე იქნებ სხვა ადამიანების გადმოსახედიდან და ხელისუფლთა გადასახედიდან შეიძლება ამას დიდი მნიშვნელობა ეგონოთ რომ არ კონდეს, მაგრამ არა, ამას მართლა ამ ხეობას დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლისთვის. ჩვენი ახალგაზრდების სავიზიტო ბარათია ეგ. კიდევ არ მინდა ამ თემას შევეხო, მაგრამ ყველას არ აქვს იმისი საშუალება და ფუფუნება, რომ თავისი შვილები იქნება თუ შვილიშვილები ჩვენ ეგ სხვადასხვა კურორტებზე და ფასიანი მასზე თქვენთან კანიონში ვერ ჩავსულოთ, უყუროთ, ხო ხედავთ ეს ასე. ეს არც თქვენი მოტანილი შეიძლება იყოს, მაგრამ არ ჩვენი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ იქაც ვერ ჩავდივართ თანხის გარეშე, ხო ასეა? ხო და არა გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები სხვადასხვა კურორტებზე ვატაროთ კი არა, ბათუმში ვერ გაგვიშვია და ეს არის ჩვენი შვილების კურორტი. სადაც უფასოდ შეეძლო ჩასვლა, სადაც კომუნიკაცია ხდებოდა, ახალგაზრდები ერთმანეთს უსმენდნენ, ეს იყო ამათი თავშეყრის ადგილი და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ აქ ტარდებოდა ათლეტების ძალიან იმიტომ ეს ხოლო პერიოდია და თორემ ჩვენ მოვხდებით როგორ არის რომ მე რომ სააგენტო ჩემი პირით გადმოსცემ საჯაროდ განაცხადეს ამ ყველაფერს რაღაცა ინფორმაცია სულს ჩვენ მანამდე ვეცდებით კიდევ რომ ჩვენი გუბერნატორი შეიძლება თქვენი ნება არის ხოხება პროტესტის მაგრამ რადგან ახლა წარმომადგენელი მე უბრალოდ ჩვენ ახლა გუბერნატორთან და სენგურ ხო, არა, გასაგებია. თქვენ შეხება არა გვაქვს, მაგრამ თქვენ იქნებით ჩვენი შუამავალი, აი ამ სტრუქტურა. იმიტომ რომ მოსახლეობა გადაეცით რომ არ დათმა, არ დავთმო. ჩვენს გვაქვს ჩვენი პრინციპი, ჩვენს გვაქვს ჩვენი თავმოყარეობა. ამოვედით და უნდა დავდგეთ ბოლომდე. მაგრამ კიდევ და მანქანელობა უნდა მოხდეს და ჩვენ სოფელში. ერთი კინაყა მომიკვლიეს და მეორე და ვერ დავუდგეთ. არ გადება თუ მართლა უახლოეს ლევში